კამპანია ეხება გრძელდება. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილმა საკანონმდებლო ცვლილებების მორიგი პაკეტი მომზადეს და დღეს პარლამენტში შეიტანეს. თუ კანონი შეიცვლება, საკაბელო ტელევიზიები ვალდებული იქნებიან თავიანთ ქსელში ჩართულ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სათემო და თანამგზავრული მაუწყებელი. აძლევს თუ არა ეს კანონი იმის შესაძლებლობას, ხელმისაწვდომობას, რომ ტელევიზია, როგორც მაგალითად მეცხრე არხია, ამ ტელევიზიის ყურების საშუალება თქვენ გქონდეთ. ამ თემის დეტალებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ირინა ურუშაძე ისაუბრებს. საღამოშებსაც გიმალობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. სანამ დავიწყებთ შეგახსენებთ გადაცემის ფორმატს თუ გსურთ ასეთ შეკითხვა პირდაპირ ეთერში დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 ან გამოგვიგზავნეთ SMS შეთხოვილება ნომერზე 25 და დავიწყოთ საუბარი მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე და პრინციპში სიახლე არის ის რაც ეხება საკაბელო ტელევიზიებს და ძალიან აქტუალური თემა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვერ უყურებს თუნდაც იგივე მეცხრე არხს, იმიტომ რომ საკაბელო ტელევიზიებს არ აქვს ჩართული ეს არხი თავიანთ ქსელში. რა არის მოთხოვილი თქვენი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ფარგლებში? ჩვენი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი სხვა თემებთან ერთად მოიცავს სწორედ ამ თემას, მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ. ეს თემა წამოიჭრა გამომდინარე რეალობიდან, ეს არ ეხება მხოლოდ მეცხრე არხს, რამდენიმე სხვა ტელევიზიაც არის ამ მდგომარეობაში. ეს არის ორი საკითხი, მასქერი, მასლოფერი ეგრეთ წოდებული. ეს არის სავალდებულო ტრანზიტი საკაბელო ოპერატორების მიერ, ოპერატორები, რომლებიც გადაცემენ სხვადასხვა მაუწყებლებს თავისი ქსელის მეშვეობით, ვალდებული იქნებიან საერთო მაუწყებლები, რომელთაც აქვთ ლიცენზია. ეს არის სამი ტიპის მაუწყებლობა არსებობს საქართველოში: სიხშირული, საკაბელო და თანამგზავრული. საკაბელო მაუწყებლობას აღარ ჭირდება ლიცენზია, სიხშირულს და თანამგზავრულს ჭირდება და ამათგან საერთო მაუწყებელი, რომელიც არის, ანუ მაუწყებელი, რომელიც უშვებს პოლიტიკურ გადაცემებს და საინფორმაციო გამოშვებებს, ეს მაუწყებლები სავალდებულო წესით კაბელურმა ოპერატორმა უნდა გაუშვას თავის ქსელში. იმ ქსელში, რომლის მომსახურების ზონაც არის ეს კომპანიები. ეს გამომდინარეობს იქიდანაც თუნდაც რომ რამდენიმე საკაბელო ოპერატორი არ უშვებს თავის ქსელში მეცხრე არხს, მაესტროს, კავკასიას და ესეთ არხებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმ ზონაში მაუწყებლებენ და საკმაოდ რეიტინგულებიც არიან ზოგიერთ შემთხვევაში, მათ დღეს აქვთ არჩევანი და აქვთ უფლება რომ თქვენ რომ არ მინდა ჩავთო ეს არხი და არ კი, ანუ ისინი მოქმედებენ საბაზრო პრინციპებით, ასე ვთქვათ, თუმცა რეალურად არის გაგათვლები რომ საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, აი ეს მაუწყებლები, ამ მაუწყებლებს ყავთ თავისი მაყურებელი და მათ უნდათ ამ მაუწყებლების ყურება. იგივე მეცხრე არხის პირველი ყურებები რომ ნახოთ, საკმაოდ მაღალი იყო მაჩვენებელი, თუ რამდენი ადამიანი უყურებდა ერთდროულად იმ არხს. ეს ნიშნავს, რომ ინტერესი არის მაღალი. მიუხედავად იმისა, როგორია განწყობა ამ ტელევიზიაში, ვის მფლობელობის ქვეშ არის, ან რა ტიპის გადაცემებს უშვებს, ის არის საერთო მაუწყებელი, ის არის მოსახლეობისთვის საინტერესო მაუწყებლობა, უნდა განხორციელდეს შესაბამისად და საკაბელო ოპერატორი უნდა იყოს ვალდებული გაუშვას ისინი თავის ქსელში. რაც შეეხება მეორე თემას, ეს არის მასტოფერი, ანუ სავალდებულო შეთავაზება თავისი მაუწყებლობის. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ეროვნული მაუწყებლები არიან დღეს ბაზარზე დომინანტები, ეს არის რუსთავი 2, ტელეიმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შემთხვევაში ცალკე დგას. ეს მაუწყებლები არიან ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი, მათ ელოდებულებათ რომ იყვნენ საქართველოს 90% დაფარონ. თუმცა აღმოჩნდა რეალობა, როდესაც მათ მოსთხოვეს ერთ-ერთ საკაბელო ოპერატორს, იმ ერთადერთ საკაბელო ოპერატორს, რომელიც მეცხრე არხსაც უშვებდა, ამოიღო ისინი თავისი ქსელიდან. ეს ნიშნავს, რომ ვინ რო ამოიღო? რუსთავი 2 და იმედი, მათ მოსთხოვეს გლობალ ტივის, ამოიღოთ თავისი მაუწყებლობა, ანუ გლობალ ტივი ვეღარ უშვებს რუსთავი 2 და იმედს. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, გლობალ ტივის მაყურებელი ვერ იღებს ყველაზე რეიტინგული მაუწყებლობის მომსახურებას. შესაბამისად, გლობალ ტივის გამომდინარე აქედან უნდა დაკარგოს თავისი მაყურებელი, იმიტომ რომ რატო უყურო გლობალ ტივის, როდესაც მე მინდა უყურო მაგალითად რუსთავი 2-ს ან იმედს, თუნდაც რაღაც ერთ-ერთი გადაცემას. ანუ რუსთავი 2-მა და იმედამ მოთხოვა გლობალ ტივის, ხო? კი, ამომიღეთ თქვენი ქსელიდანო, კი. ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, მე მგონი ერთ შემთხვევაში არ გაუგზავნა, მეორე შემთხვევაში შეწყვეტა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ნუ იყო ეს მოთხოვნა, რომ ამოიღოთ ქსელიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მაუწყებლები აღარ არიან ამ საკაბელო ოპერატორის მაყურებლებისთვის ხელმისაწვდომი. ხო, საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ლოგიკური, ხო? რატომ მოიწვია? ხო, ლოგიკური ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველაზე ყურებადები არიან, გლობალ ტივისაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, რა მოთხოვნა, რის საფუძველზე შეიძლებოდა მათ მოეთხოვათ ეს გაუგებარი იყო თვითონ გლობალ ტივისთვისაც და სხვებისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არსებობდეს სავალდებულო მიწოდების ვალდებულებაც ჰქონდეს მაუწყებლებს, ის ეროვნული მაუწყებლები, რომლებიცაც აქვთ საერთო ლიცენზია, ისინი საერთო მაუწყებლები არიან, მათ აქვს საზოგადოებრივი გადაცემები, თოქ-შოუები და პოლიტიკური საინფორმაციო გამოშვებები. მათ უნდა ჰქონდეთ, მათი ხელმისაწვდომობა უნდა იყოს მაყურებლისთვის. მით უმეტეს, რომ მათ კანონით ევალებათ, რომ მოსახლეობის 90% უყურებდეს. იმ დაფარვის ზონაში, დაფარვის ზონაც აქვს. ამ შემთხვევაში ეს არის მთელი საქართველო. გასაგებია, დიდი მადლობა, მაყურებელია ჩვენს ეთერში. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ.
გისმენთ? მოგესალმებით. თუ იგეგმება ეს თქვენი სტუმარი რასაც ამბობდა, იმ არხების გაშვება საკაბელო ტელევიზიაზე. რომელი არხების? მაესტრო კავკასია, თუ შეიძლება. მაესტრო კავკასია მეცხრე არხი. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გიყურებთ, გისმენთ. ჩვენი ინფორმაციით მეცხრე არხს კონკრეტულად აქვს მოლაპარაკებები რამდენიმე საკაბელო ავტორიზებულ პირთან, საკაბელო კომპანიასთან, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ Global TV უშვებს თავის ქსელში, კიდევ ერთხელ მეუბნები, ეს ის არის, რომელსაც არა აქვს უставიორი და იმედი, შესაბამისად მომხმარებელი სავარაუდოდ იმდენად მეტ არჩევანს არ შეაჩერებს მასზე. რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს, ჩვენთვის ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია ცნობილი, რამდენად გეგმავენ საკაბელო ოპერატორები მათ ჩართვას. თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ არიან ბევრი საკაბელო ქსელში ჩართული. ანუ ეს კანონური პროექტი ითვალისწინებს თქვა იმას, რომ ტელევიზიებმა ვეღარ თქვა უარი ეროვნულმა მაუწყებლებზე ითვალისწინებს, ისინი ვერ იტყვიან უარს საკაბელო ქსელს, ვეღარ ეტყვიან უარს, რომ ამომიღეთ თქვენი ქსელიდან და აღარ ჩამთვეთო. თუმცა მეორე მხრივ საკაბელო მაუწყებლებს, საკაბელო ოპერატორებს ვალდებულება ექნებათ, რომ ყველა საერთო მაუწყებელი ჩართონ. იგივე აჭარაში თუ რომელიმე საკაბელო იქნება, TV25 სავალდებულო წესით უნდა ჩართონ. ეს ხშირად წლების განმავლობაში ყოფილა პრობლემა, რომ სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიები რთავდნენ TV25-ს თავიანთი ქსელიდან და ხშირად იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი, ანუ კი, რა თქმა უნდა, ეს არ დაწყებულა მხოლოდ მეცხრე არხის თემიდან, დაახლოებით 2 წლამდე მიდის უკვე ამაზე მუშაობა, რომ რამდენად ეფექტური იქნება მასქერი საქართველოში და რამდენად საჭიროა ეს რეგულაციები საქართველოში. უბრალოდ ბოლო ფაქტმა დაგვარწმუნა, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია. და ეს ძალიან მოტივირებული საკითხი ხელისუფლების მხრიდან, რა იძლევს თქვენი აზრით ხელისუფლებას, რომ მან ეს კანონპროექტი აქციოს კანონად და დაავალდებულოს საკაბელო საზოგადოების მოთხოვნა, საზოგადოების ძალიან მაღალია მოთხოვნა ტელევიზიების ყურების, ამ ეტაპზე გძნობს საზოგადოებას, რომ ბაზარი არ არის კონკურენტუნარიანი, მაუწყებლები, რომლებიც ეროვნული მაუწყებლები არიან და დომინანტობენ ბაზარზე არიან მეტნაკლებად მიკერძოებულები და მათ დამინდობადან უკვე ნელა კლებულობს, თუმცა მათი რეიტინგი ვერ დავარდება, იმიტომ რომ ისინი ეროვნული მაუწყებლები არიან, თუმცა ალტერნატივის მოთხოვნილება აქვს საზოგადოებას. მით უმეტეს რეგიონებში, შესაძლოა რეგიონალური მაუწყებელს ყველა ვერ უყურებს. იმიტომ რომ ზოგიერთ საკაბელო ქსელს არ აქვს ჩართული რეგიონალური მაუწყებლები. მაშინ, როდესაც ეს რეგიონის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი მოთხოვნები უზრუნველყოფს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებმა უნდა ჩართონ. შესაბამისად, საზოგადოების ეს მოთხოვნაც იქნება გასათვალისწინებელი. გასაგებია, მორგი მაყურებელია ჩვენს ეთერში, გესმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მაგ შეკითხვა ასეთი. დიახ. ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახი. დიახ. ჩემი ტელევიზორი ძველი გამოშვებისა, მხოლოდ და მხოლოდ უყურეს საქართველოს იმედს და 25 არხს. ეხლა სახლების რესტავრაციასთან დაკავშირებით მოსულა ორი ახალგაზრდა და უთქვათ, რომ ანტენა გარეთ რო გაქო, გამოისაო მოაზროებდა და შეიტანეთ შეგნითო და როგორ შეიძლება როცა შეგნით ჩვენთან ეს არ მოხერხდება და ჩვენება არ იქნება და ეს ჩვენება მაგ დაგიც მომისწონ როგორ იქნება ვისი უმარტო რომ ანტენა არ მომახსენებიო. და როგორ ანტენაა ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ. ჩვეულებრივი ანტენა ჩვეულებრივი ანტენა უბრალოდ ტელევიზორია და უბრალოდ ანტენა და კაბელური ანტენა არა. გასაგებია, გავიკე, დიდი მადლობა რომ გიყურებთ. და შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი მე არა მაქვს ეს ტექნიკური თემა. თუმცა სიხშირული მაუწყებლობა, იმიტომ არსებობს სიხშირული ლიცენზია და იმიტომ არის ის უფრო მეტი ვალდებულების წარმომშობი, რომ სიხშირული მაუწყებლობა უნდა იყოს მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ეს არის უბრალო ხაზის ანტენის საშუალებით ყოველნაირი ყოველთვიური გადასახადის გარეშე უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება სოციალურად დაუცველი ფენისათვის. სამწუხაროა თუ მათ ხელი ეშლება სიხშირული მაუწყებლობის ყურებაში, თუმცა ამაზე ტექნიკურად უბრალოდ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. და საინტერესო ტელევიზიაზე თქვა არ არის ჩართული თბილისის საკაბელო კომპანიებს არ აქვს ჩართული და ხომ ექნებათ მათაც ამის ვალდებულება რომ ჩართოთ თქვა თქვა. ამ კანონპროექტით ვალდებულება ეკისრება იმ საკაბელო ოპერატორებს, რომელთა სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობს ესათვის ტელეკომპანია. ანუ ბათუმში რომელი საკაბელო კომპანიები მათაც ყოველს იმიტომ რომ TV25 ძირითადი სამაუწყებლო არეალი არის აჭარა. თუ TV25 გახდება ეროვნული მაუწყებელი ან გაცდება აჭარის ზონებზე სხვა თანამგზავრული მაუწყებელია. თანამგზავრული არის, თუმცა ძირითადი მომსახურების ზონა მაინც აჭარაა. აქედან გამომდინარე, ყველა თანამგზავრული ოპერატორის ჩართვას ნამდვილად ვერ დავავალდებულებ ის, რომელიც არის ძირითადი სამაუწყებლო არეალი. თუ თანამგზავრული მაუწყებლობა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არის მათი მაუწყებლობის უდიდესი ნაწილი, ამ შემთხვევაში ეროვნული საკაბელო ქსელებიც ვალდებულები იქნებიან ჩართონ ეს არხები. გასაგებია, დიდი მადლობა. მაყურებელია ჩვენს ეთერში, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. მოგესალმებით. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. დიახ.
აი თუ შეიძლება მაგალითად თბილისის მოსახლეობა რა არხებსაც უყურებს, არ შეიძლება რომ უყუროს ბათუმელებმა? გასაგებია, დიდი მადლობა, გავიგეთ შეკითხვა, გისმენთ. სწორედ ამაზეა საუბარი, ის რაც თბილისში მაუწყებლობს, ანუ კონკრეტულად თუ თბილისი არის სამაუწყებლო არეალი, ამას სავალდებულო წესით ვერ ჩავართვევინებთ, ანუ ამ კანონპროექტით არ არის ეს სავალდებულო წესით ჩასართავი სხვა რეგიონებშიც, თუმცა ის მაუწყებლობს კავკასია, ტელეკომპანია კავკასია, ტელეკომპანია კავკასია თუ სწორად ვიცი არის მხოლოდ თბილისში მაუწყებელი, თავისი მომსახურების არეალი არის მხოლოდ თბილისი, თუმცა თბილისში საკაბელო მაუწყებლებს არ აქვს ის ჩართული Global TV-ს გარდა, მე მგონი ერთ თუ ორ საკაბელო ქსელს აქვს, შეიძლება იმათაც არ აქვს ჩართული. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მაყურებელიც ვერ უყურებს ტელეკომპანია კავკასიას სრული მოცულობით. რაც შეეხება მათ რეგიონში გაშვებას, ეს უკვე თვითონ ტელეკომპანიაზეა დამოკიდებული, თუ ის ეროვნული მაუწყებელი გახდება, თუ ის მოიპოვებს შესაბამის ლიცენზიას და თავის არეალს გაზრდის მთელ საქართველოზე, რა თქმა უნდა, ყველა მაუწყებელი ვალდებული, ყველა საკაბელო ქსელი ვალდებული იქნება მიაწოდოს თავის მომხმარებელს. და როგორ მიმოქმედებს თქვენი საზოგადოება? იმიტომ ეს არის მნიშვნელოვანია, ხო, რომ უყუროს სასურველ არხებს და მიიღოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, რომ კონდეს ინფორმირებული არჩევანი და იყოს ინფორმირებული ყველა საკითხზე. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ამისთვის, როგორ ფიქრობთ, რომ თქვა ეს კანონპროექტი იქცეს კანონად? პირველ რიგში საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ინიციატორი არის ძალიან დიდი ჯგუფი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კანონში აგვესახა ყველა ეს პრობლემატური საკითხი, არა მხოლოდ მედია სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით მედია სფეროში, რომელიც კი აწუხებდა საზოგადოებას და რომელიც ჩვენამდე მოსულია საზოგადოებისაგან. თუმცა რა თქმა უნდა, უშუალოდ საზოგადოების მოქმედება და აქტიურობა მნიშვნელოვანი იქნება, იქნება ეს სოციალურ ქსელებზე, იქნება ეს სხვა ნებისმიერი გამოხატვის ფორმით. იმიტომ რომ ეს სწორედ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი თემია, მედია პლურალიზმი დღეს ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ არის საქართველოში და ამ პლურალიზმის ხელშეწყობა პირველ რიგში მოსახლეობის ვალდებულება. გასაგებია, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენი სტუმარი იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ირინა ყურუშაძე, უკეთრავად. თქვენ უყურებთ გადაცემა დიალოგ ჯაბა ანალიზისთან ერთად, კონტაქტურადრებისთვის ნახვამდის.